სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასრულოთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ დღევანდელ დღეს დანო და ძმანო ამაღლების დიდი დღესასწაული რომელიც აღდგომას ყოველთვის თან დახვება და მისგან მე-40 დღეს აღესრულება აი ამ დღესასწაულს უნდა გამეცდიდეთ თითოეული ჩვენგან. მოდით ჯერ ამაღლების ისტორიის შესახებ მოვყვეთ ორიოდე სიტყვით და მერე ამაღლების ტაძრის ისტორიის შესახებ. ეს სხვადასხვა ამბავია და ორივე ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს უნდა ითქვას, იმიტომ რომ ჩვენი ტაძარი რადგანაც ამაღლების არის, ჩვენ ამ ტაძრის შვილები განსაკუთრებულად უნდა პატივცემდეთ მის ისტორიას. წარმომავლობას უნდა ვიცოდეთ საიდან და როგორ მოვიდა ეს ყველაფერი. მაგრამ ჯერ დავიწყოთ ქრისტეს ამაღლებით. ასეთი საოცარი ამბავი ხდება, რომ ქრისტე მაცხოვარი 40 დღის განმავლობაში ეცხადება მოციქულებს, ასწავლის მათ და მე-40 დღეს გაიყვანს ელეონის ხაზზე და მათ თვალწინ ამაღლდება ზეცად და მოციქულები იხილავენ მას სპეტაკის შესამოსლით, როგორ ადის ზეცად და დაждდება ღვთის მარჯვნივ. ეხლა საოცარი ამბავი რა არის, იცით რომ სახარება მიყვება ჩვენ ძალიან ბევრ ამბავს, მაგრამ 40 დღის განმავლობაში რომ ეცხადებოდა და ასწავლიდა მოციქულებს, რას ასწავლიდა არ ვიცით. ნუ თუ არის რამე ისეთი, რომ მის სწავლებაში დამალული უნდა ყოფილიყო და ჩვენ არ უნდა გვცოდოთ. არა, არავითარ შემთხვევაში. ასწავლიდა იგივეს, რასაც ხორციელ სიცოცხლეში მათ ეუბნებოდა, რომ თქვენ ეს უნდა იცოდეთ, რომ მტერი რომ უნდა გიყვარდეს, სხვისი რომ არ უნდა გშურდეს, რომ ნეტარებდნენ გლახაკნის სულით აქ მისი ქადაგება პირველი რითიცაც იწყება, ამ ქადაგებაში განამტკიცებდა სწორედ მათ. ამ ქადაგებაში გამტკიცება მათ იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ერთია მკვდრეთით აღდგომამდე ქრისტეს როდესაც ხედავდა, მეორე ამ მკვდრეთით აღდგომილს როდესაც უყურებდა. ალბათ რა განცდა იქნებოდა, არ ვიცი, ვერც კი წარმოვიდგენია, როგორ შეძლეს საერთოდ მოციქულებმა მასთან აი შემდგომი კონტაქტი. მკვდრეთით აღდგომილთან კონტაქტი აბსოლუტურად სხვა იქნებოდა. მაგრამ ამის საჭიროება იცით რატომ იყო? რომ თვითონ მოციქულს წარმოიდგინეთ, როგორი რწმენა უნდა ქონოდა. ეხლა მე თუ რაღაცაში ბოლომდე ვერ ვარ დარწმუნებული და ზუსტად თუ არ ვიცი, აი რაღაცაში არ ვარ დარწმუნებული და ზუსტად ვერ ვამბობ. როგორ შემიძლია თქვენი დარწმუნება ამ თუ ის საკითხში? მაგრამ რაშიც ზუსტად ვარ დარწმუნებული, შეიძლება განათლებაც არ მყოფნიდეს იმისა, რომ მე სათანადო სიტყვებით გადმოვცე ეს ყველაფერი. მაგრამ ჩემი ემოცია დაამოცნებს ამას, ჩემი თვალები დაამოცნებს, ჩემი ღიმილი თუ ჩემი აი რაღაცა განცდა, აი ეს შეუძლებელია რომ არ იგრძნო. ამიტომაც მოციქულებს სჭირდებოდათ დარწმუნება ყველაფერ ამაში, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო უნდა მოიარონ, მთელ მსოფლიოში უნდა იქადაგონ და მთელ მსოფლიოს უნდა მოუთხრონ ამბავი ქრისტეს აღდგომის შესახებ, ღმერთის განკაცებისა, ჯვარცმისა და აღდგომისა. და ამაში თუ თვითონ ეპარება ეს როგორ წარმოგიდგენია, სხვას როგორ შეძლებს, როგორ იზავს ამას რომ სხვა დარწმუნდეს ამ ყოველივეში. ამიტომაც 40 დღიანი ეს გამოცხადება გახლავთ სწორედ დარწმუნება თითოეული მოციქულისა იმაში, რომ ეს ყველაფერი მოჩვენება არ არის, ეს ყველაფერი არ დაგსიზმრებია, ამ ყველაფერმა რაღაცა ესე მირაჟივით კი არ გაინავარდა ჰაერში, არამედ რეალური შემხებლობაა მასთან. მკვდრეთით აღდგომის შემდგომა წერია, რომ გადმოვიდა და მათთან ერთად ჭამა. კი აღარ სჭირდებოდა ჭამა, მაგრამ ჭამა იმისთვის, რომ ამათ ეს სიზმრად არ მოჩვენებოდა და ზმანებად არ ჩაეთვალათ და რაღაცა ლეგენდასავით არ მოსულიყო ჩვენამდე. ამიტომაც იცოდეთ, სარწმუნოება ნამდვილი და ჭეშმარიტი შენში თუ კი იქნება, ისევე როგორც ამ მოციქულებში, ის დარწმუნებულობა, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა მკვდრეთით, იცოდეთ, რომ თქვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი მოექცევა ამ სარწმუნოებაზე, საერთოდ რომ ქადაგება არ შეგეძლოთ, საერთოდ რომ სიტყვით მოყოლა ამისი და გარდამოცემა არ შეგეძლოთ, თქვენი ანთებული სარწმუნოება, როგორც ანთებული ჩირაღდანი,
ისე გაუყალავს ძალიან ბევრ ადამიანს გზას. მაგრამ თქვათ მე რა მოხდა? მე-40 დღეს ეუბნება მათ, რომ ის უნდა ამაღლდეს მათგან და ასეც მოხდება და ხედავენ, რომ დაждდა მარჯვენით ღვთისა და მამისა. ღმერთი არასდროს არავის არ უხილავს. ჩვენ ვიხილეთ მხოლოდ განკაცებული ძეღვთისა. ეხლა კითხვა დაისმის, როგორ შეიძლება მარჯვნივ ან მარცხნივ დაუჯდე ყველგან ყოფს? თუ ყველგან ყოფია მარჯვენა და მარცხენა მხარე, როგორ შეიძლება მას გქონდეს? შეუძლებელია ეს გქონდეს. ყველგან ყოფს მარჯვენა და მხარე არ გარშემოწერილობა, რასაც გააჩნია, მას აქვს მარჯვენა მხარე და მას აქვს მარცხენა მხარე. გარეშე მოუწერელი რაც არის, იმას მარჯვენა და მარცხენა შეუძლებელია რომ გქონდეს. ამ შესაბამისობიდან გამომდინარე, ქრისტეს ამაღლება კარგი ბატონო. დავიჯერე რომ ხედავ, მაგრამ მარჯვენა მხარე როგორ იქნება? მარჯვენა მხარე არის ის მხარე სინამდვილეში, რომელიც გამზადებულია იმ ადამიანებისთვის, ვინც უნდა წონდნენ. ჩვენ ამის შესახებ არაერთის ვისაუბრია მეორედ მოსვლის წინ, რა სახარება იკითხებ მეორედ მოსვლის შესახებ, როცა ვიხსენებთ იმ კვირას, რომელი სახარება იკითხება, რომ აი წვრებიო, გამოარჩევთ იქნებისაგანო და ერთმანეთს თქვენ მარჯვნივ, თქვენ მარცხნივ. მარჯვენა მხარეს დაისაკუთრებს ის ადამიანი, რომელი ადამიანისთვისაც გამზადებულია. უბრალოდ გამზადებული ყველა ადამიანისთვის არის, მაგრამ არჩევანს როგორ გააკეთებს ადამიანი მარჯვნივ დაждომისა თუ მარცხნივ დაждომისა. ამიტომ ეს არის ის სიმბოლო, ეს არის ის დანახულობა, ანუ ცა გაიხსნა და მათ მხოლოდ ის დაინახეს, რაც მართალი ადამიანებისთვის არის გამზადებული. თორე რეალური მარჯვენა და მარცხენა კი არ დაუნახა. დაინახეს ადგილი, სადაც ყველა მართალი ადამიანი უნდა დამკვიდრდეს. და უნდა დამკვიდრდეს როგორ? გარდაცვალების შემდგომ თქვენ ყველამ კარგად მოგეხსენებათ, რომ მიწაში იმარხება, შეიძლება ზოგს არც ეღირსა, მიწაში დამარხვა ხო არის ესეთი უბედური შემთხვევები, ვიღაცა დაიცვა, ვიღაცა წყალში ან მზოულოდ გაქრა ადამიანი და არც კი იციან მისი გვამი სად არის, მაგრამ ეს ხომ მეორედ მოსვლის წინ ჩვენ ვიცით, რომ ყველა აღდგება. რა ფორმითაც არ უნდა იყოს გარდაცვალებული ადამიანი, მიწაშია დამარხული თუ დაფერფლილი, ყველა შემთხვევაში აღდგება და ყველა შემთხვევაში მას ექნება ისეთი სხეული, როგორი სხეულიც ქრისტეს ჰქონდა აღდგომის შემდგომ. ეს იყო რომ წარმოიდგინოთ ეხლა ჩვენი გონებისთვის ოდნავ მაინც დასაშვები რო იყოს ეთეროვანი სხეული, რომელსაც დახურულ სივრცეში შესვლა და გამოსვლა შეეძლო მაგალითად. და სადაც რა წამშიც მოუნდებოდა, იმ წამში შეეძლო რომ ყოფილიყო იქ. იმიტომ რომ ეცხადება მოციქულებს ოთახში, ეცხადება მოციქულებს თქვა გზაზე მომავალს, ანუ იმ წამს, იმ აი საჭირო მომენტში, სადაც აუცილებელი იყო იქ იმყოფებოდა ის თავისი სხეულით ამ შემთხვევაში. ამიტომაც ასეთი იქნება ადამიანის სხეული აღდგომის, საყოველთაო აღდგომის შემდგომ და იქნება იქ, თუ კი თვითონ მოინდომებს ამას, ღმერთი მოწყალებას მოიღებს მაშინ. თუ კი მოინდომებს, იქნება იქ, სადაცა მართალნი განისვენებენ ვამბობთ ამ სიტყვას და მართალნისად განისვენებენ იმ მარჯვნივ, რომელი მარჯვენა მხარეც მოციქულებმა იქნეს. ამიტომაც პატივი ძალიან დიდია, მინდა გითხრათ. არსად, ვერსად, ვერ ნახავთ თქვენ, რომ ღმერთმა თუნდაც ანგელოზის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა, რა თქმა უნდა, მაგალითი საუკეთესო მისცა, მაგრამ ანგელოზმა რადგანაც ერთხელ აირჩია დაცემულმა ანგელოზმა, სადაც უნდა ყოფილიყო, იქ დარჩა. კეთილმა სადაც აირჩია, იქ დარჩა. მაგრამ ადამიანი ამ ორ შორის მყოფი, რომელიც მიიდრიგება ხანიქეთ და ხანაკეთ, ყველაზე დიდი პატივი ვისაც მიეგო. ანგელოზებს ასეთი პატივი არ გებია. ღმერთს ანგელოზის სახე არასდროს არ მიუღია და ხორცი შეიმოსა მან ადამიანმა. ხორცი არა მარტო შეიმოსა, არამედ ეს ხორცი აამაღლა და ღვთის მარჯვნივ დასვა. იმ ხორცით, რომელ ხორცშიც იმყოფებოდა, ეს ხორცი მას არ უღურლებელია, არ უყვამს, რომ ეს ეხლა დაცემული ბუნების შედეგია ხორცის ასეთი მიდრეკილებები და ამიტომ ეხლესა უნდა გადავაგდოთ და აღარ გჭირ, არა. იმ ხორცში, რომელ ხორცშიც იმყოფებოდა, რომლისგანაც შეიძერცა კონკრეტულად ხულაწმინდა ღვთისმშობლისაგან, რომლისგანაც შეიძერცა მისი ხორცი,
აი ეს ხორცი მან აღამაღლა განღმრთობილი ხორცი უკვე აღდგომის შემდგომი და ის მარჯვნივ დასვა, ისევე როგორც თითოეულ ადამიანს ელოდება, ვინც ამ არჩევანს გააკეთებს, ვინც ღმერთს აირჩევს, ვისაც სწამს მისი მკვეთრით აღდგომისა, ვისაც სწამს რომ განკაცდა იმისთვის, რომ ეს მარჯვნივ გამზადებული ადგილი ჩვენთვის მან გახსნას კვლავ და მოგვიპოვოს აი ეს კონკრეტული ადგილი, მარჯვნივ გამზადებული ადგილი. ასე რომ ამაღლება სწორედ ამას განასახიერებს ჩემო ძვირფასებო და განასახიერებს კიდევ ერთ რამეს, ჩვენი რელიგია მოლოდინის რელიგია. რას ნიშნავს ეს იცით? ძველ აღთქმაში მყოფი საზოგადოება ელოდებოდა მესიის მოსვლას, ხსნელი უნდა მოსულიყო. ეს მოლოდინი უკვე განხორციელდა. ქრისტე დაიბადა, იშვა. ეხლა ახალი აღთქმის პერიოდში მცხოვრები ქრისტიანები ველოდებით მის მეორედ მოსვლას. ამიტომაც ჩვენი რელიგია ცოდვით დაცემის შემდგომ, როგორც გითხარით, მოლოდინის რელიგია და ამ მოლოდინში ქრისტეს ამაღლება სწორედ ის სახეა, რომ რა სახითაც ამაღლდა, იგივე სახით მეორედ მოვა და იქნება განსჯა ცხოველთა და მკვდართა, ამან არ შეგაშინოთ, იმიტომ რომ ჩვენი სწავლების წყაროთო ბიბლია გახლავთ, ბიბლია იწყება პირველი სიტყვით, რომ დასაბამად ქმნა ღმერთმა ცადა ქვეყანა და ბიბლია, ანუ კონკრეტულად ახალი აღთქმის წიგნები მთავრდება ასეთი სიტყვით: ჰე, მალე მოდი უფალო, ამინ. ამინ. ეს არის ჩვენი მოლოდინი. გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს, მრავალ ამაღლებას დაგასწროთ გამჩენს.